მოგესალმებით, ვიწყებთ იმედი ლაივს გიორგი ფუტკარაძესთან და მაგდა ანიკაშვილთან ერთად. გამარჯობა, მთავარ ამბებს გიყვებით ისე როგორც არავის სხვა. ინვენტარი ძალადობისთვის NGO-ებისგან როგორ აფინანსებდა არასამთავრობო სექტორი რადიკალურ პროცესებს. დასკვნას სააკაშვილის ადვოკატის ხელმძღვანელობით რატომ იწუნებენ ექსპერტები ფარას. პიროტექნიკა, ხელკეტები, აირწინაღები და ჩაფხუტები, ასევე ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილები და სხვა ადვილად აალებადი თუ ცეცხლის გამჩენი ნივთიერებები. ომის იმიტაციის პროცესი, რომელსაც გასული წლის ბოლოს ვადებმებდით თვალს, აღჭურვილი იყო NGO-ების ფულით. ამ რევოლუციური შეიარაღების წყალობით დაშავდა ათობით სამართალდამცველი, დაზიანდა სპეციალური ტექნიკა, განადგურდა კერძო თუ სახელმწიფო ქონება, სადეს პარლამენტის შენობის დაწვა. ამ მძიმე მოვლენების გამოძიების პროცესში სასამართლოს ნებართვით პროკურატურამ 7 ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა, რასაც არგუმენტების ნაცვლად NGO-ებმა ისევ პოლიტიკური ბრალდებებით უპასუხეს და გამოაცხადეს, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯით ბრიუსელის მოთხოვნებს პასუხობს და ვიზა ლიბერალიზაციას უქმნის საფრთხეს. პოლიტიკა არაფერ შუაშია, როდესაც საქმე საბოტაჟს და ძალადობას ეხება, ასეთი პოზიცია აქვს ქართულ ოცნებაში. უმრავლესობიდან არასამთავრობოებს მოუწოდეს ისაუბრონ საკუთარ პროგრამებზე, ხარჯებზე, იყვნენ მეტად გამჭვირვალე და შეასრულონ თავიანთი ფუნქცია, ის რაც ყველა ორგანიზაციას წესდებით აქვს განსაზღვრული და რაც რევოლუციის დაფინანსება ნამდვილად არ არის. პარალელურად რადიკალებს ხმაურიანი განცხადებებისთვის მაშველი რგოლი ამჯერად ევროსაბჭოს ექსპერტებმა მისცეს მათ უცხოური აგენტების შესახებ კანონის იგივე ფარას გაწევა მოითხოვეს, თუმცა გარეაქტორებისგან გამოგზავნილ მაშველ რგოლს რამდენიმე სერიოზული ნაკლი აღმოაჩნდა. ექსპერტების დაწუნებული კანონი, რომელიც ამერიკული ფარას კოპირებული ვერსია, ანტიდემოკრატიულად მხოლოდ საქართველოში ფასდება. ექსპერტები საერთოდ არ იმჩნევენ, რომ ეს კანონი რამდენიმე ათეული წელია შეერთებულ შტატებში მოქმედებს და სწორედ ამერიკული ფარას მეშვეობით იგებს ხოლმე მთელი მსოფლიო და ბუნებრივია საქართველოც ვინ რა თანხებს ხარჯავს ლობიზმში. არის თუ არა ფარა ანტიდემოკრატიული შეერთებულ შტატებში? დასკვნაში პასუხი არ არის, თუმცა თუ კი დავაზუსტებთ, რომ ექსპერტთა ჯგუფს სააკაშვილის ადვოკატი ჯერემი მაკბრაიდი ხელმძღვანელობს, რატომ არის დასკვნა მიკერძოებული, პრინციპში კითხვის ნიშნები აღარ რჩება. ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია ოპოზიციის და მისი მხარდამჭერი მედიების მიერ დასკვნის ევროსაბჭოს პოზიციად გასაღება. არადა როდესაც ევროკავშირი ან სხვა ორგანიზაციები ინდექსებს აქვეყნებენ, სადაც საქართველოს წინსვლა აღიარებული, ეს კერძო მოსაზრებად საღდება ხოლმე. ექსპერტებს ხელისუფლებამ უპასუხა, რომ ნებისმიერი კანონი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო იღებს, ქვეყნის უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს ემსახურება. თეა წულუკიანი მის მიმართ ოპოზიციის მიერ აგორებულ ბინძურ კამპანიას გამოეხმაურა ვიცე-სპიკერმა, უპასუხა დეზინფორმაციის ავტორებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში მისი პირადი ცხოვრების შესახებ სიცრუეს ავრცელებდნენ, ყალბი ინფორმაციის ტირაჟირებას ახდენდნენ და სხვადასხვა ფორმით შეურაცხყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ. ყველა ის პირი, ვინც მეორე დღეა სიბინძურეს ავრცელებთ, მეორე ქმარი შეირთო და ამით არღვევთ ათობით ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას, შევხვდებით სასამართლოში, დაწერა თეა წულუკიანმა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პირადი ცხოვრების შესახებ ძრუ ინფორმაცია ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა გაავრცელეს, მათ შორის იყვნენ ნანუკა ჟორჟოლიანი, ირინა სარიშვილი და სხვები.